სახელით მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა ამინ. სიტყვა თქმული წმინდათა შორის მამისა ჩვენისა ლუკა ყირიმელისა. ყოველთვის რატომ არ სრულდება ჩვენი ლოცვა მედრები? გახსენით გულის კარი და ჩასწვით ქრისტეს ამ სიტყვებს. გეტყვით თქვენ, ყოველსა რომელსა ლოცვა საშინა ითხოვდეთ გრწმენი, რამე თუ მოიღოთ და გეყოს თქვენ. თითქოს და სრულიად გარკვევით და ნათლად ნათქვამი დაპირებაა ქრისტეს, რომ შესრულდეს ჩვენი ყველა თხოვნა, ჩვენი ყველა ლოცვა. და რა ხშირად ტირი ხართ იმის გამო, რომ არ სრულდება თქვენი ლოცვა ვედრები. რა ხშირად დარდობთ ამაზე. რატომ ხდება ასე? რატომ ამბობს წმინდა იაკობ მოციქული სრულიად სხვა რამეს, ვიდრე ის, რაც ბრძანა უფალმა იესო. მის კათოლიკე ეპისტოლეში ვკითხულობთ, ითხოვთ და ვერ მიიღებთ, რამე თუ ბოროტად ითხოვთ, რაითა გულის თქუმათა შინა თქვენთა განილო. მეძავნო და მემრუშენო, არა უწყითა, რამე თუ სიყვარული სოფლისაი ამის მტერობა არს ღმრთისაი. აწუկუე რომელსა უნდეს მეგობარ ყოფად ამის სოფლისა, მტერად ღმერთსა აღუდგების. რას ნიშნავს ყოველივე ეს? განაწმინდა მოციქულს შეეძლო შეეწინააღმდეგებოდა უფალი იესო ქრისტეს. რა თქმა უნდა არა. განა საერთოდაც შესაძლებელია, რომ რაიმე წინააღმდეგობა იყოს ღვთის სიტყვაში. როგორ უნდა ახსნათ ეს მოჩვენებითი წინააღმდეგობა? აი როგორ. უფალი იესო ქრისტეს სიტყვები, ყოველსა რომელსა ლოცვა საშინა ითხოვდეთ გრწმენინ, რამე თუ მოიღოთ და გეყოს თქვენ, შეეხებოდა მის წმინდა მოციქულებს, მის მოწაფეებს, მის მეგობრებს და არა ყველა მემრუშეს. მოციქულები და სხვა ყველა ქრისტიანი, რომლებიც აღასრულებენ ქრისტეს კანონს, მიიღებენ კიდეც ყველაფერს, რასაც ითხოვენ, ხოლო მეძავნი და მემრუშენი ვერაფერს მიიღებენ. რომელ მეძავებსა და მემრუშეებზე ამბობს ამას წმინდა მოციქული? მხოლოდ მათ შესახებ, რომლებიც ნამდვილად სჩადიან მრუშობას. არა, ის ამბობს სხვა რამეს, ამბობს მეძავეობაზე თავად ღმერთთან მიმართებით. იგი ბრძანებს, ანუ ჰგონებ თავით არმედ ცუდად იტყვის წიგნი, საშურებელად სური სულსა, რომელი დამკვიდრებულ არ ჩვენთან. მეძავებსა და მემრუშეებს უწოდებს იგი მათ, ვინც მრუშობს თავად ღმერთთან მიმართებით, ვინც ღმრთისადმი სიყვარულს ღალატობს, ვინც ღმრთისადმი სიყვარულს უყოფს და უნაწილებს რაიმე სხვას, როგორც მეძავი ყოფს თავისი ცოლისადმი სიყვარულს სხვა ქალისადმი სიყვარულთან. დაიმახსოვრეთ, რომ არსებობენ მეძავნი და მემრუშენი თავად ღმერთთან მიმართებით. ვინ არიან ისინი? ესენი არიან, რომელთაც სურთ მეგობრობა ამას სოფლისა. რამე თუ ბრძანა წმინდა მოციქულმა, სიყვარული სოფლისაი ამის მტერობა არს ღმრთისაი. და მოციქული და ღვთისმეტყველი იოანეც ამბობს, ნუ გიყვან სოფელი ესე, ნუცაღა რაი არს სოფლისაი ამის. უკვე თუ ვისმე უყვარდე სოფელი ესე, არა არს სიყვარული მამისაი მისთანა. რომელ სოფელზე საუბრობენ ამას წმინდა მოციქულები? ნუ თუ იმ მშვენიერ სოფელზე ღმერთმა რომ შექმნა, რომელიც ღვთაებრივი სილამაზით ბრწყინავს. არა, სრულიად სხვა სოფელზე. რამე თუ წმინდა წერილში სიტყვა სოფელი ნიშნავს მთელ ქვეყნიერებასაც და რაღაც სრულიად სხვასაც. სოფელი ამ სიტყვის მეორე მნიშვნელობით არის ყველა ის, ვინც უხთოდ ცხოვრობს. სოფელი არის ყველა ის, ვისაც არ შია და არ სწურია სიმართლე. არამედ შია და სწურია მხოლოდ სიამოვნება, მხოლოდ საკუთარი ვნებების დაკმაყოფილება. სოფელი არიან ისინი, ვინც არ მოაწყობს მთელ თავის ცხოვრებას უფალ იესო ქრისტეს სიტყვების თანახმად, რომელმაც ასე თქვა, შევედით იწროისაგან ბჭისა, რამე თუ ვრცელ არს ბჭე და ფართო არ გზაი, რომელსა მიხავს წარსაწმედელად და მრავალნი ვლენან მას ზედა. ვით არ იგი იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაი, რომელი მიიყვანებს ცხოვრებასა და მცირედნი არიან, რომელნი პოებენ მას. გათელილ და ფართო გზას ეშურებიან, ერთმანეთს ასწრებენ და ეხეთქებიან. ერთმანეთს აწვევიან და ჭყლეტენ ადამიანთა უზარმაზარი, უსასრულო ბრბოები. სად მირბიან, საითკენ ისრაფიან, რას დაეძებენ.
ისინი სრულებითაც არ ეძიებენ მარადიულ სიმართლეს. არ შეათ და არ სწურიათ ეს სიმართლე, როგორც იმ ადამიანებს, რომლებმაც ქრისტე შეიყვარეს. მათ შეათ და სწურიათ სრულიად სხვა რამ. შეათ და სწურიათ ის, რომ თავიანთი ცხოვრება, თავიანთი ოჯახების ცხოვრება, რაც შეიძლება მყუდროდ და მოხერხებულად, რაც შეიძლება სასიამოვნოდ მოაწყონ. თუ ცოტა ხანია ეგ შევჩერდები. იმიტომ რომ ვფიქრობ, ყურადღება უნდა გავამახვილოთ აი ამ რამოდენიმე აბზაცზე. ეს ეხლა რო წმინდა ლუკას არ ეთქვა და ვინმეს პირად საუბარში ეთქვა ჩვენთვის, არამ და არამც არ დაუმჯერებდით და ვეტყოდით რომ ეხლა რას ლაპარაკობ შენ, რა არის ცუდი იმაში, რომ გინდოდეს შენი ოჯახი, შენი პირადი ოჯახი, შენ მყუდროდ და მოხერხებულად, რაც შეიძლება სასიამოვნოდ მოეწყო. აი რა არის ამაში ცუდი? ეს რო ეხლა აი მოდით გულწრფელად ვთქვათ, ეხლა მე რო ამბიონზე არ ვიდგე და წმინდანის სიტყვებს არ ვკითხულობდე, ამის გარშემო უდიდესი კამათი ატყდებოდა. არც ერთი თქვენთაგანი ალბათ არ დამიჯერებდა. ის კი არა მე თვითონ არ დავიჯერებდი ალბათ. რომ რა არის ცუდი ეხლა იმაში, რომ ადამიანი ხელის თავის ჯანღონით ცდილობდეს, რომ ოჯახი მყუდროდ, კეთილად, წყნარად მოაწყოს ამ ქვეყანას. მაგრამ ნახეთ რას გვეუბნება წმინდა ლუკა, რომ ესე არ არის. წმინდა ლუკა კი არ გვეუბნება ამას წმინდა წერილში. უბრალოდ წმინდა ლუკა ამას გადმოგცემს და გამგვიმარტავს უფრო ნათლად და ღიად. ნახეთ რას ამბობს, რომ უფლისადმი სიყვარულს თუ ადამიანი უყოფს სხვა რამეს, აი ესეთ ადამიანსო მოციქული უძახის მემრუშეს. მრუშობა რა არის? მრუშობა არის ღალატი. აი როდესაც ადამიანი ღვთისადმი სიყვარულს თურმე რამეს სხვას უნაწილებ, ეს არის მრუშობა ღვთისა. აი აქ რაც ჩამოთვალა ეხლა ამ აბზაცში, რომელი არ არის ჩვენში. აი რომელ ჩვენთაგან ჭეშმარიტად ახლა ასე რომ შეგვეკითხები ყველა ვიტყვით რა თქმა უნდა, მაგრამ აი გულწრფელად ჩვენ თავთან რომ დავრჩებით მარტო, რომელ ჩვენთაგან წყურია და შია სიმართლე ღვთისა. აი ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. აი ფშია და წყურია სიმართლე ღვთისა, აი ფშია და წყურია ღვთის მწნების გაგება. რომელ ჩვენთაგანს? აი ჩვენ თავს თითოეულმა ჩვენთაგანმა სახში რო წავალთ, ორიოდე წუთი დაუთმოთ ამაზე ფიქრს და გავცეთ პასუხი. ფშია და წყურია სიმართლე ღვთისა თუ ფშია და წყურია დასვენება, გართობა, დროსტარება, სიცილკისკისი. აი რისთვის ვცხოვრობთ? ადამიანმა აუცილებლად თავის თავს ეს შეკითხვა უნდა დაუსვას და აუცილებლად მთელი გულწრფელობით საკუთარ თავს უნდა უპასუხოს. რისთვის ცხოვრობს? თუ ადამიანი ცხოვრობს, რომ კარგად მოეწყოს ამ ქვეყანაზე, თვითონ თავისი ოჯახი, თავისი მეგობრები, ესეთი ადამიანი ღალატობს ღმერთს. ამას ამბობს წმინდა წერილი, რომ სიყვარული ამ სოფლისა არის ღალატი ღვთისა. და ღმერთმა თითოეულ ჩვენთაგანს ეს აშოროს. მე მესმის, რომ რთულად მისაღები სიტყვები არის, რთულად გასაგები სიტყვები არის, განსაკუთრებით დღევანდელი თანამედროვე ადამიანისთვის, მაგრამ ეს არის ჭეშმარიტება სახარებისეული და ამას ვერც ერთი ადამიანი ვერ გაექცევა. უნდა ვილოცოთ, ვევედროთ ღმერთს, რომ აი ეს ჭეშმარიტება ჩვენთვის გასაგები გახდეს. ამ ჭეშმარიტების მიხედვით მოგცეს ღმერთმა სიბრძნე, რომ ვიცხოვროთ და გავაგრძელოთ ჩვენი ცხოვრება. ისინი ისწრაფიან მხოლოდ დროებითი კეთილდღეობისკენ, ხალმოკლე, მიწიერი ცხოვრების, ამო სიკეთეებისკენ და არ ფიქრობენ მარადიულ ცხოვრებაზე. ისინი არ ეშურებიან მიახლონ საუკუნო ცხოვრებას და ჰქონიათ, რომ ყველაფერი მთავრდება მათ სიკვდილთან ერთად. ბევრი სისხლია ამ ფართო გათელილ გზაზე, რამე თუ აქ ბოროტებითა და სიძულვილით ებრძვიან ერთმანეთს ყველა. ისინი, რომლებიც მიისწრაფიან მხოლოდ ამ ქვეყნიური კეთილდღეობისაკენ. ამ გზაზე ბევრია ისეთი, ვინც საკუთარ ცხოვრებას სხვათა კეთილდღეობის ხარჯზე აწყობს, ვინც ერთურს გასცემს,
ვინც თავის კეთილის მყოფელზეც კი უარს ამბობს და ღალატობს მას. სიმართლეა ისიც, რომ ამ ფართო გზაზე მორბენალთაგან ყველა არ გახლავთ ასეთი უწმინდური და ასეთი გულმობელი. ამ გზით მიდიან სხვებიც, მიდიან პატიოსანი ადამიანები, რომლებიც ბოროტებას არ სჩადიან, ხელებს სისხლში არ ისვრიან, საკუთარ კეთილდღეობას სხვათა კეთილდღეობის ხარჯზე არ აგებენ და არ აწყობენ. ვინ არიან ისინი? ესენი არიან, რომლებიც უმეც არ იყვნენ, სიმართლისა მისგან ღმრთისა და თვისამას სიმართლესა ეძიებდეს დამტკიცებად და სიმართლესა ღმრთისასა არა დაემორჩილდეს. ისინი არ ემორჩილებიან ღვთის სიმართლეს და თავიანთ მიზნად საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ისახავენ. ერთნი მიზნად მეცნიერულ სიმართლეს ისახავენ, სხვანი კი პოლიტიკურ სიმართლეს. ეს მათი საკუთარი სიმართლეა. ეს ის კერპია, რომელიც მათ თავად შექმნეს. ისინი ეთაყვანებიან ამ კერპს და ღმერთს არ სცემენ თაყვანს. ისინი საკუთარი გზით მიდიან. აი აქაც კიდევ ერთხელ მაპატიეთ შევჩერდები რა. იმიტომ რომ როდესაც რატომ აკეთებს ამ განსხვავებას წმინდა ლუკა, ხშირად ადამიანს მიდრეკილება აქვს ესეთი, რომ აი როდესაც ლაპარაკობს წმინდა წერილი, ვთქვათ, სიბოროტეზე, ღვთისნების წინააღმდეგობაზე, ფიქრობს, რომ ესეთი ადამიანი უნდა იყოს აუცილებლად რაღაცა ყაჩაღი, მდევნელი, ჩაგვრელი. ამიტომ აკეთებს წმინდა ლუკა ამ განსხვავებას, რომ ამ გზით, ანუ ღვთის საწინააღმდეგო გზით, მარტო ესეთი ადამიანები არ დადიან. ამ გზით დადიან პატიოსანი ადამიანებიც. ადამიანები, ნახეთ როგორ ამბობს, რომელიც საკუთარი შრომით ცხოვრობს, არავისას არ აიღებს ზედმეტს. მაგრამ მათაც იმავე რიგში აყენებს, მათაც იმ გზაზე ხედავს წმინდა ლუკა, რომელიც ფართოა და წარსაწმენდელისკენ მიდის. რატომ? იმიტომ რომ მათ საკუთარი სიმართლე გააჩნიათ. სხვადასხვა რაღაცაში აქვთ მათ სიმართლე ნაპოვნი. ესეთი ადამიანები ძალიან ხშირად შეგხვედრია თითოეულ ჩვენთაგანს და ხშირად ასე თითოეული ჩვენთაგანი ფიქრობს ხოლმე. აი ყოველთვის, როდესაც ადამიანი წმინდა წერილს წაიკითხავ, ან წმინდა მამის რომელიმე გარიგებას წაიკითხავ, ცნებას ღვთისას და ამბობ, რომ აუ ეს კი ესია, მაგრამ ამას ეხლა როგორ შეიძლება ამის გაკეთება, ამას მე აი ეს ადამიანი ხარ, მაშინ შენ სიმართლეს ირჩევ. რადგან სიმართლე ღვთისა ის ჭეშმარიტება შენთვის მიუღებელი აღმოჩნდა და გაუგებარი, ირჩევ შენს პირად ჭეშმარიტებას ადამიანი. და როდესაც ასეთ გზაზე დგები, წმინდა ლუკა გვეუბნება, შენც იმ ფართო გზაზე დგები, რომელზეც ის მემრუშენი, მეძავნი, მკვლელნი და ასე შემდეგ და ასე, რომლებიც აშკარად ღვთის წინააღმდეგ არიან. შენც იმ გზაზე დგები, შენც იმ წარსაწმენდელისკენ მიდიხარ. რატომ? იმიტომ რომ შენ არ ეძიებ სიმართლეს ღვთისას. არამედ შენი საკუთარი სიმართლე გაქვს ნაპოვნი და იმით ცხოვრობ. და წმინდა ლუკა გვეუბნება, რომ ასეთ შემთხვევაში, რაც არ უნდა კეთილი ადამიანი იყო შენ, მაინც იმ ფართო გზაზე დგეხარ. ადამიანები ცხოვრებაში სხვადასხვა გზით მიდიან და ფიქრობენ, რომ მათი ყველა გზა კარგია. უფალი კი ანადგურებს, ხშირად საერთოდაც დააქცევს და გააპარტახებს ამ გზებს, რამე თუ ისინი არაა საღმრთო გზები. ამ გზებით მავალნი თვალებს არ აღაპყრობენ ზეცისკენ, ღვთის საყდრისკენ. ისინი არ ფიქრობენ იმ მარადიულ სიმართლეზე, რომელიც ქვეყნიერებას მოულინა უფალმა და ღმერთმა ჩვენმა იესო ქრისტემ. ისინი არაფრად მიიჩნევენ უდიდეს სიწმინდეს, ქრისტეს სისხლსაც კი. მათ შესახებ ბრძანებს წმინდა პავლე მოციქული თავის ეპისტოლეში ებრაელთა მიმართ. უკვე თუ ვინმე შეურაცხყოფს ჯული მოსესი თვინიერ წყალობისა, 2-თა ანუ 3-თა მოწამითა მოკვდების. რაოდენ ჰგონებთ უძვირესისა ტანჯვისა ღირსყოფად, რომელმან ძეღმრთისაი დათრგუნოს და სისხლი იგი აღთქმისაი არა ღირსად შეჰრაცხოს, რომლითა განწმინდნა და სული იგი მადლისაი აგინა. და რა მრავლად არიან ქრისტეს სისხლის დამთრგუნველი, და თუ დამთრგუნველნი არა, მისი არაფრად ჩამგდებნი მაინც, მისი დამოიწყებელნი ქრისტეს ჯვარისა, რომლითაც მან სამყარო იხსნა. აი ხომ ხედავთ, რომელ მეძავებსა და მემრუშეებზე ბრძანებს წმინდა მოციქული. ღმერთთან მიმართებით, რომ
მეძაობენ. ისინი ვერ მიიღებენ, რასაც ითხოვენ, ვინაიდან არ არიან მეგობარნი ღმრთისა, ხოლო უფალმა ჩვენმა თქვა, თქვენ მეგობარნი ჩემნი ხართ, უკვე თუ ხოთ, რომელსა ესე გამწელას შეგიძლიათ გახდეთ მეგობარნი ღმრთისა, ოღონდ კი მოინდომეთ. ოღონდაც თქვენი ცხოვრების მიზნად აქციეთ ქრისტეს მცნებათა შესრულება. ოღონდაც გონების თვალით თრთოლით უცქირეთ ქრისტეს ჯვარს. ოღონდაც ჯვარი მისი იყოს გამოსახული თქვენს გულებზე. მაშინ რაც უნდა ითხოვოთ, მოგეცეთ თქვენ. რამე თუ არა მარტო წმინდა მოციქულებს, არამედ ყველა უმციკლოსა და მართალსაც, ყველა უბიწო ქრისტიანსაც შეეხება ეს სიტყვები. ყველას, ვინც აღასრულებს მის მცნებებს, ყველას, ვინც ღირსი გახდება ატაროს ქრისტიანის სახელი. აი რაშია საქმე. ქრისტეს მეგობრები უნდა გავხდეთ. არ უნდა ვიყოთ მეგობრები წუთისოფლისა. რამე თუ შეუძლებელია, შეუთავსოთ ერთმანეთს მსახურება ღმრთისა და მსახურება სოფლისა. რამე თუ შეუძლებელია, შეთავსება ღვთისადმი სიყვარულისა, სოფლისადმი სიყვარულთან. ორიდან ერთი, ან ღმერთი, ან სოფელი. და თუ ღმერთს ავირჩევთ, დავიწყებთ ქრისტეს მცნებათა შესრულებას, მაშინ წუთისოფლის სიამენი და ცდუნებები ჩვენს თვალში სრულიად უმნიშვნელო გახდება და არავითარი გადამწყვეტი ინტერესი აღარ ექნება. მსგავსად იმისა, თუ როგორი გამოუსადეგარი და უინტერესო ხდება უფროსებისათვის ის თამაშები, რომლებითაც ერთობიან პატარა ბავშვები. მაშინ სრულყოფილ ასაკს მიღწეულნი ისინი დადგებიან წუთისოფლის ყველა სიკეთეზე, ყველა სიამეზე მაღლა და მათი სწრაფვა მიმართული იქნება მხოლოდ ღვთის უზენაესი სიკეთისადმი, მხოლოდ სიმართლე მოშივდებათ და მოსწყურდებათ. მაგრამ საჭიროა, რომ ქრისტეს ჯვარი წარუშლელად იყოს გამოსახული თქვენს გულებზე, რომ არასდროს დაივიწყოთ ჯვარი ქრისტესი, არასდროს დაივიწყოთ მისი სისხლი, რომელმაც ყველანი გვიხსნა. აი, როდესაც ასეთები გახდებით, როდესაც ილოცებთ და ითხოვთ მხოლოდ სიკეთეს, როდესაც ითხოვთ მხოლოდ იმას, რასაც ითხოვდა დავით წინასწარმეტყველი 50-ე ფსალმუნში, გულიწმინდაი დაჰვადე ჩემთან აღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. როდესაც მხოლოდ იმას ითხოვთ, რომ უფალმა მოგმადლოთ თავმდაბლობა, სიმშვიდე, სიკეთე, წმინდა სიყვარული, მხოლოდ ამას, მაშინ უთუოდ ასრულდება თქვენი თხოვნები. მაგრამ თუ კი ითხოვთ ბოროტს, თუ კი მიემსგავსებით ქურდებს, რომლებიც ირჯვარს იწერენ, როცა მიდიან თავიანთ საშოვარზე და ღმერთს შეწევნას თხოვენ, ვერ მიიღებთ, რა თქმა უნდა, ვერ მიიღებთ იმას, რასაც ითხოვთ, ვერასოდეს ვერ მიიღებთ. ამრიგად ითხოვეთ მხოლოდ ის, რაც სათნოა ღვთისთვის. ამრიგად იყავით მეგობარნი ღმრთისა და არა სოფლისა. ამინ. შეგვეციოს წმინდა ლუკა ყირიმელი და მისი ლოცვით დაждენ პირველ მოწამის ლოცვით ღმერთმა გონება გაგვიხსნას, რომ მივიღოთ ეს სიტყვები, რომლებიც ცოტა მძიმედ გვეჩვენება შეიძლება, მაგრამ შეუძლებელი არაფერი არ არის თუ ადამიანი ღმერთს გულისკარს გაუხსნის. ბევრ ადამიანს ეშმაკი ატყუებს დროებით და ეუბნება, რომ აი ახლა ამ ცხოვრებაში როგორ შეიძლება, რანაირად შევძლებთ ჩვენ ამის გაკეთებას. არ მისცეთ საშუალება ეშმაკს, რომ ამ მახეში გაგვაბას. აი თუნდაც თავად წმინდა ლუკა რომ კითხულობთ მის ნაშრომებს, შეიძლება ადამიანმა იფიქროს, რომ ეს ადამიანი ცხოვრობდა აი ქრისტიანობა რო ყვაოდა ამ პერიოდში და თავისუფლად იყო ყველაფერი. არ შეგეშალოთ. წმინდა ლუკა კომუნიზმის პერიოდში მოღვაწეობდა. ეს სიტყვა მისი არის 1951 წელს დაწერილი. აი ჩვენ ხშირად გვიყვარს ხოლმე თქმა იმისა, რომ ცოტა ასაკოვნებს უფროსწორად უყვართ, აი იდევნებოდა რწმენა და აი როგორ შეგვეძლო ვერაფერსვე. წმინდა ლუკაც ამ პერიოდში და ის არ იყო უბრალო ადამიანი. უბრალო ადამიანს დიდ ყურადღებას ისე არ აქცევდნენ. წმინდა ლუკა იყო უდიდესი მეცნიერი. დღესაც კი მისი ნაშრომები სამაგიდო წიგნად ითვლება მედიცინაში. დღესაც კი ისეთი კვლევები აქვს მას დაწერილი. და კიდევ ვიმეორე, აი ეს სიტყვა მან თქვა 1951 წელს. მაშინ, როდესაც ქრისტიანობისთვის, რა ვიცი, რა არ ხდებოდა. ხო, მარტო ჩვენი
ჩვენი ქვეყნის ისტორიას გადავხედოთ მაგ პერიოდის. აი სწორედ მაშინ მოახერხა წმინდა ლუკამ და კიდევ იმეორებ აი ამას რომ ლაპარაკობს ჩვენ ხანდახან გვეტყვიან ხოლმე რომ ეხა თანამედროვე ადამიანს ესეთ რამეს რო ეუბნები ვერ გაიგებს. წარმოიდგინეთ კომუნისტურ საზოგადოებას ეუბნება ამას. კომუნისტურ საზოგადოებას ეუბნება ამ ყველაფერს წმინდა ლუკა. ამას რატო ვამბობ? იმიტომ რომ დროების მიხედვით არასდროს არ იცვლება სწავლება ეკლესიის. ამორიცხული არ შეიძლება. შეიძლება ცოტა რბილად უთხრა, ცოტა ისე, მაგრამ ადამიანს აუცილებლად ჭეშმარიტება უნდა უთხრა. აბა რისთვისა ვართ ისე ჩვენ? თუ ჩვენ არ გვინდა მოვისმინოთ ჭეშმარიტება, იმიტომ რომ ის გვაწუხებს ჩვენ და არაკომფორტულია ჩვენთვის, მაშინ ტყილავ დგევართ ეკლესიაში. ჩვენც მღვდლები და თქვენც ერისხალხიც. ჩვენ აქ იმიტომ ვართ თქვენც და ჩვენც რომ მოვისმინოთ ღვთის სწავლება. და მოვისმინოთ არა იმიტომ რომ გავართოთ ჩვენი გონება და აღუფრთოვანდეთ რა დიდებული იყო ეს ნათქვამი, ან ის ნათქვამი ამა თუ იმ წმინდისა. და რა დიდებულად განმარტა თქვა მაცხოვარის სიტყვები. ამისთვის კი არა ვართ აქ რომ ტაში და ოქროპირსა აგეთ. იმიტომ კი არ შევიკრიბეთ აქ ერთმანეთს ტაში და უყრათ. არა, იმისთვისა ვართ რომ ეს სწავლება მოვისმინოთ და აღფრთოვანების ნაცვლად, ესე თქვა, გარეგნული აღფრთოვანების ნაცვლად. შინაგანი აღფრთოვანება გამოვხატოთ და მოვინდომოთ რომ შემდგომ ამ სიტყვებს გავყვეთ. ამ სიტყვების მიხედვით ვიცხოვროთ. დღეს რომ მოვისმინეთ რომ სიყვარული ამ სოფლისა მტერობაა ღვთისა, თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა დავფიქრდეთ, აბა რა მაქვს მე ახლა გამოსასწორებელი. ელიგულით უნდა დავფიქრდეთ ამაზე და შევეცადოთ რომ რაღაცა შევცვალოთ ჩვენ ცხოვრებაში. რაღაცა მოვაკლოთ ამ სოფელს და მივმატოთ ღმერთს. აი არ ვიცი დააკვირდით თუ არა პავლე მოციქულის წერილი წავიკითხეთ. იოსებმა წაიკითხა ხო სახარებამდე. იქ პავლე მოციქული ესეთ რამეს გვეუბნება რომ ჩვენო სულელები ვართ ქრისტესთვის, თქვენო ბრძენი ხართ. ჩვენ უძლურები ვართ, თქვენ ძლიერები ხართ. ჩვენ გინებულები ვართ, თქვენ დიდებულები ხართ. ამით პავლე მოციქული აი კარგად აგრძელებს ამ თემას, რაზეც წმინდა ლუკა გვესაუბრა. ამ სიტყვებში ჩანს ყველაფერი თუ ადამიანი დაუკვირდება. პავლე მოციქული გვაყედრის და გვეუბნება. ოღონდ მე ბოლოში თუ გახსოვთ გვეუბნება რომ ამას იმიტომ კი არ გეუბნებითო რომ ეხა შეურაცხყოფა მოგაყენოთ. ჩემი შვილები ხართო და იმიტომ გასწავლითო. რომ იცოდეთო, რას ეუბნება ნახეთ. კორინთელებს ეუბნება ეს, მაგრამ ჩვენს გვეუბნება, ხო ეს ხო ისე არ არის დაწერილი. გვეუბნება რომ შემოგხედეთ ჩვენ მოციქულებს. შეხედეთ ჩვენ ცხოვრებას. ჩვენ ყველა სულელებად გვთვლიდა. სულელებად იმიტომ რომ ჯვარცმულ მკვდარ ადამიანს თაყვანს სცემთ. სულელებად ცნობენო ეს სოფელის ამათ სულელები გონი ვართ. თქვენ კიდე ყველას ბრძენი გონი ხართ. აქ რაღაც არ არისო სწორი, ამას ანიშნებს, მიხვდით? ჩვენ სულელებად გვთვლიან თქვენს მასწავლებლებს. და თქვენო კიდე ბრძენებად გვთვლიან. ჩვენო უძლურები ვართო ამ სოფლის გაგებით. სუსტები ვართო ამ სოფელში, ყველა ჩვენ გვდევნისო. და თქვენ კიდე ძლიერები ხართო. თქვენ ყველა გადიდებს, ჩვენ ყველა გვაგინებსო. ამით გვეუბნება რომ აბა დაფიქრდით თუ მასწავლებლები ასეთები იყვნენ და თუ თქვენო ამას გვეუბნება პავლე მოციქული ამბობთო რომ ჩვენი მოწაფეები ხართო. მაშინ ეს როგორ თავსდება ეს ყველაფერი? ჩვენ როგორ გვთვლიან სულელება და თქვენ როგორ გვთვლიან ჭკვიანება? აი ეს შეკითხვა თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა დაუსვას თავს. ვართ ისეთები როგორიც იყვნენ ყველაფერში, მარტო ამ სამრამეში კი არა. მე იქ ჩამოთვლის ხო? არ დაგვისვენიაო, შრომობთ, წვალობთ. არ მოგვისვენიაო, ესე ამბობს პავლე მოციქული. ჩვენ სულდასვენებისკენ გაგვიმის თვალ. ჩვენი მასწავლებლები რომ აი მოციქულებს ხო ამბობთ რომ ანდრია მოციქულმა განგვანათლა ქართველები და ძალიან გვიამაყება და რა თქმა უნდა ასეც უნდა იყოს. ანდრიას მოციქული იყო ჩვენთან, სიმონ კანანელი, მატათა, ჩამოვთვლით ხოლმე ეს გვიყვარს. ყველა ქართველს უნდა ჩამოვთვალოთ, ყველას უნდა უთხრათ, ამდენი მოციქული იყო ჩვენთან
შემოსული და მათ გვიქადაგეს ჩვენ ქრისტიანობა და ამიტომ ვართ ერთ-ერთი პირველი ქრისტიანები. ამის თქმა გვიყვარს. მაგრამ მოდით ახლა შევხედოთ მათ ცხოვრებას, მათი ცხოვრების წესს და მერე შევხედოთ ჩვენი თითოეულმა ჩვენთაგანმა ჩვენი ცხოვრების წესს. თუ თანხვედრაშია ეს ყველაფერი, დიდება და მადლობა ღმერთს. თუ თანხვედრაში არ არის, მაშინ უნდა დავფიქრდეთ. თავს რატო ვიტყუებთ, ხო? მოციქული დადიოდა ესე თქვათ, დახეული ტანსაცმელით, თავისი შრომით, წვალებით, ოღონდ ქრისტეს სიტყვა გაევრცელებინა, ჩვენ რას ვაკეთებთ? ჩვენ სავსე გვაქვს გარდირობი, რომ ყოველდღე სხვა სამოსი გვეცვას. მათ სახლი არ ქონდათ, ჩვენ ერთი არ ყოფნის. ხო ესეა. ისინი ფეხით უკეთეს შემთხვევაში ჯორი დადიოდნენ, ჩვენ ბოლო მოდელის მანქანებით მინდა. ჩვენ როცა ვამბობთ, თქვენ არ გულისხმობთ, ჩვენ გულისხმობთ, ყველას გულისხმობთ. ესე არ არის. მათ ტანისამოსი იმიტომ უნდათ, რომ სხეული დაეფარათ, ჩვენ ტანისამოსი იმიტომ გვინდა, რომ ერთმანეთს მოვეწონოთ. აქ რამე მსგავსებას თუ ატყობთ, მგონი ვერ. და თუ ვერ ვატყობთ, ესე იგი პავლე მოციქული ზუსტად ჩვენ გვეუბნება, რომ დაფიქრდით, კაცო, თქვენი წყენინება კი არ მინდა. შვილები ხართ ჩემიო და მინდა გასწავლოთ, რომ აცდენილები გგონიათ თავი ქრისტიანები და არ ხართ ქრისტიანები. ამას გვეუბნება პავლე მოციქული. და სწორედ ამას საუბრობს წმინდა ლუკა დღევანდელ თავის სიტყვაში. აი ამას გვეუბნება და ამისკენ შეგვაგონებს, რომ მე მრუშენი და მეძავნი რომ ამბობსო, არ იფიქროთო, რომ ეს მარტო იმათზე ამბობს, ვინც მართლა მრუშობს და მეძაობსო. ეს იმათზე ამბობს, ვინც ღმერთს ღალატობსო და ღმერთს ვინ ღალატობს? ვინც ისე არ ცხოვრობს, როგორც ქრისტემ ასწავლა, ვინც ისე არ ცხოვრობს, როგორც მისმა მოციქულებმა ასწავლა. და დავინახეთ ჩვენ, თუ ადამიანი გულწრფელად თავის სინდის გამოიკვლევს და აინახავს, რომ არ ცხოვრობს სწორედ ისე. და მიხვდება, რომ პავლე მოციქულის ეს მამხილებელი სიტყვები მასაც ეხება. და დავამთავრებ ამით. ეს ყველაფერი იმიტომ არ ითქვა, რომ აღვფრთოვანდეთ. ეს ყველაფერი იმიტომ ითქვა, რომ ცხოვრებაში რაღაცა შევცვალოთ. ერთმა შეგვაძლებინოს ეს, ამას ჭირდება მონდომი ჩვენი მხრიდან. და ანჩეს ღმერთი გააკეთებს. ერთმა დაგლოცო და გაგვწევს.